ორი დაღუპული, 20-მდე დაშავებული რა მოხდა ბაქო-თბილისის ავტომაგისტრალზე. მოსკოვის გამაფრთხილებელი გზავნილი ლავროვის უწყება საქართველოში ნატოს ინფრასტრუქტურის განთავსებას საფრთხის შემცველად მიიჩნევს. ერთადერთ ყველაზე დიდ საფრთხეს, რაც წარმოადგენს რეგიონისთვის, ეს არის რუსეთის საოკუპაციო ძალები ჩვენს ქვეყანაში. გაეზრდებათ თუ არა პედაგოგებსა და მეცნიერებს ხელფასი მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე იწუნებს. ბატონმა პრემიერმა ბრძანა, რომ მასწავლებლებს ხელფასები გაეცდათ და ვერ ვიპოვე ეს. აუცილებლად გადამუშავებელ ვარიანტში გათვალისწინებული იქნება შესაბამისი თანხა, რაც მოხმარდება სწორედ მასწავლებლების ხელფასების დას. თბილისის მერია ავარიული სახლების გამაგრებას აპირებს 3500-მდე შენობა და სარეაბილიტაციო გეგმა რამდენიმე წუთში. 2015 წლისათვის მოხდება საბოლოო დასრულება. ძველი თბილისის უნიკალური კადრები თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმის საკუთრება ხდება. უნიკალური მასალა ნახეთ რამდენიმე წუთში. საღამო მშვიდობისა, თქვენ უყურებთ მოამბე სოციალზე დღის მთავარ თემებს ჩემს კოლეგებთან ერთად მე თამთა სანიკიძე გაგაცნობთ. საბედისწერო რეისი ბაქო-თბილისის მიმართულებით აზერბაიჯანში დაღუპული საქართველოს მცირეწლოვანი მოქალაქე ცოტა ხნის წინ სამშობლოში გადმოასვენეს. ბაქო-გაზახის ავტომაგისტრალზე გამთენიისას მომხდარ ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა 20-მდე მგზავრი, რომელთა შორის ქართველებიც არიან. ქართველია ავტობუსის მძღოლიც, რომელიც რამდენიმე დაზარალებულთან ერთად ისევ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ამ დროისთვის არსებული არაოფიციალური ვერსიის მიხედვით საჭესთან მჯდომ პირს ჩაეძინა, რაც სატვირთო მანქანასთან შეჯახების მიზეზი გახდა. მძღოლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრულია. მოამბის კორესპონდენტი რუსუდან ლოლაძე ახლა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე იმყოფება წითელი ხიდის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან. ამ წუთებში დაზარალებულთა ახლობლები არიან შეკრებილები. რუსუდან რა ხდება ადგილზე? გადმოიყვანეს თუ არა ავარიის დროს დაშავებულები უკვე საქართველოში? დიახ, თამთა, ავარიის დროს დაშავებულები უკვე საქართველოში გადმოიყვანეს. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოგზავნილმა რეანიმობილებმა სულ რამდენიმე წუთის წინ დატოვეს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი. ისინი უზრუნველყოფენ, რომ დაშავებულები მოთავსდნენ შესაბამის დაწესებულებაში და გაიარონ შესაბამისი მკურნალობა. როგორც ექიმები აცხადებენ, წინასწარი ინფორმაციით, მათი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის, აღენიშნებათ დამწრობები და მცირედი მოტეხილობები. სულ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს 4 მოქალაქე დაშავდა. აქედან როგორც აღნიშნე 2 მკურნალობას გაივლის საქართველოში, 2 კი რჩება აზერბაიჯანში. რაც შეეხება დაღუპულ მოზარდს, ის მარნეულის რაიონის სოფელ ზემოსალარში ცხოვრობდა. ბაქოდან ავარიის დღეს ბრუნდებოდა დედასთან და მცირეწლოვან დასთან ერთად საქართველოში. მცირეწლოვანი ბავშვის ცხედარი უკვე გადმოსვენებულია საქართველოში. ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა მოახერხა მისულიყო მის ოჯახში, გასაუბრებოდა ოჯახის წევრებს, რომლებიც კიდევ ერთხელ იხსენებენ ამ შემზარავ ფაქტს. დეტალები ჩვენ სიუჟეტში. ავტოკატასტროფის დროს გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე 10 წლის მოზარდი აზერბაიჯანიდან საქართველოში რამდენიმე საათის წინ ჩამოასვენეს. საქართველოში ჩამოვიდნენ გარდაცვლილის დედა და დაც, რომლებიც ავარიის დროს ავტობუსში იყვნენ. ორივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა დამაკმაყოფილებელია. ისინი ბაქოში ჩასხდნენ ავტობუსში, დედა მუშაობს აზერბაიჯანში, ბავშვი ყავდა წაყვანილი და ერთად ბრუნდებოდნენ საქართველოში. ქორწილში უნდა ჩამოსულიყვნენ. არაფერი ვიცი, გაგვაგებინეს, რომ ავტობუსი ავარიაში მოყვა და მითხრეს, რომ შვილი დამეღუპა. ამბობენ, რომ დამნაშავე მძღოლი იყო. აზერბაიჯანის სახელმწიფო საგზაო სამსახურის მიერ გავრცელებული ბოლო ინფორმაციით, ავარიის დროს კიდევ ერთი მგზავრი დაიღუპა. ის 1983 წელს დაბადებული აზერბაიჯანის მოქალაქეა, რომელიც გაზახის რაიონში ცხოვრობს. სწორედ ბაქო-გაზახის მაგისტრალზე მოხდა ავტოკატასტროფა. გავრცელებული ინფორმაციით, მერსედესის ტიპის სამგზავრო ავტობუსი, რომელსაც ქართული სახელმწიფო სანომრე ნიშნები ჰქონდა, ერთი მიმართულებით მოძრავ სატვირთო ავტომობილს დაეჯახა. შეჯახებიდან რამდენიმე წუთში ავტობუსი თითქმის მთლიანად დაიწვა. ტრანსპორტში 40 მგზავრი იჯდა, მათგან 20 დაშავდა, 7-ის მდგომარეობა კი კრიტიკულად მძიმეა. ჩვენთან რამდენიმე საათის წინ მოიყვანეს 20 ადამიანი, 2 ადამიანი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება, მათი მდგომარეობა კრიტიკულია. განჯას ავადმყოფოში რჩება ავტობუსის მძღოლი, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა. ის რეანიმაციულ განყოფილებაშია, თუმცა ექიმები ამბობენ, რომ მისი ცოცხლე საფრთხე არ ემუქრება. განჯას ავადმყოფოში მისული იყო აზერბაიჯანში საქართველოს გენერალური კონსული. ორი არის საშუალო მძიმე მდგომარეობაში და იმყოფებიან რეანიმაციაში, მათ შორის ავტომობილის მძღოლი
და ორს კიდევ აღნიშნება სხვადასხვა დონის დაფერმებები. უმრავლესობას განადგურებული ჰქონდათ საბუთები, იმედან დაალება ავტობუსის, რის შედეგადაც ჩვენ ოპერატიულად ყველაზე გავეცით უკვე დასაბრუნებელი მოწმობები და უსრულყავით ჩვენი მოქალაქეების საქართველოში გამოგზავრება. აზერბაიჯანში უკვე დაიწყეს მომხდარის გამოძიება. ერთ-ერთი ვერსიით ავტოკატასტროფის მიზეზი მძღოლი გახდა, რომელსაც საჭესთან ჩაეძინა. რაც შეეხება მძღოლს, რომელიც ავტობუსს მართავდა, ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, როგორც ექიმები აცხადებენ, მისი მდგომარეობა არის სტაბილური და მისი ცოცხლე საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მისი გადმოყვანა საქართველოში არ მოხდა, რადგანაც მის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. მადლობთ რუსუდანის რუსუდან ლოლაძე, რომელმაც საქართველოს აზერბაიჯანის სასაზღვრო მონაკვეთიდან წითელი ხიდის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან ბოლო ინფორმაცია მოგვაწოდა. და დღის სხვა მთავარი თემები გამაფრთხილებელი გზავნილი მოსკოვიდან საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს ინფრასტრუქტურის განთავსებას კრემლის საფრთხის შემცველად მიიჩნევს. იგულისხმება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის საწვრთნელი ცენტრის გახსნა, რომელიც საქართველოს მიერ უელსში მიღებული თანამშრომლობის პაკეტით არის გათვალისწინებული. ლავროვის უწყების განცხადებაზე ოფიციალური თბილისის პოზიცია ასეთია. ნატოსთან ურთიერთობის გაღრმავების გეგმებს ვერაფერი შეცვლის. ქართულ მხარეს უკვე მზად აქვს ხედვა, თუ როგორ წარმოუდგენია ალიანსისგან მიღებული პაკეტის შესრულება. ხედვა ბრიუსელშია გაგზავნილი და ახლა საქართველოს მთავრობა ნატოს შტაბ-ბინის პასუხსელის. კეთი ქარდავა განაგრძობს ახლა პირდაპირ ეთერში თემაზე საუბარს. კეთი უფრო კონკრეტულად როდის ელოდება ქართული მხარე ალიანსიდან პასუხს და ასევე კონკრეტულად რა წერია ლავროვის უწყების განცხადების იმ ნაწილში, რომელიც სწორედ ნატოს ეხება. თავდაცვის მინისტრმა დღეს ამ თემაზე საუბრის დროს განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტრომ უკვე გადააგზავნა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში სტრატეგიული ხედვა იმის შესახებ, თუ როგორ ესახება ქართულ მხარეს იმპლემენტაცია არსებითი პაკეტის, რომელიც დამტკიცებულია უელსის სამიტზე. ახლა უნდა წევრმა სახელმწიფოებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვან და შემდეგ დაუბრუნდეს ეს დოკუმენტი ქართულ მხარეს. ამის შემდეგ, როგორც თავდაცვის მინისტრი აცხადებს, დაახლოებით ერთ თვეში ეს დოკუმენტი საჯარო გახდება. რაც შეეხება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, იქ წერია, რომ რუსულმა მხარემ გამოთქვა შეშფოთება იმ ინფორმაციის შესახებ, რომელსაც ავრცელებს ქართული მედია საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსების თაობაზე, ნატოს ინტერესების გათვალისწინებით. ასეთი ქმედებები საფრთხეს შეუქმნიდა იმ სტაბილურობას, რომელიც ახლა ყალიბდება ამიერკავკასიის ტერიტორიაზე. საინტერესოა ისიც, რომ როდესაც საუბარია ნატოს ინფრასტრუქტურის განთავსებაზე საქართველოს ტერიტორიაზე, არის წყაროდ დასახელებული ქართული მედია და არა ნატოს დეკლარაცია მიღებული უელსის სამიტზე, სადაც უფრო კონკრეტულად და ვრცლად წერია ამ თემასთან დაკავშირებით. დღეს გაკეთდა განცხადებები ამ თემაზე, მთავრობის ხდომაზე. ჩვენი რესპონდენტები ამბობენ, რომ ნატოს ინფრასტრუქტურის განთავსება საქართველოში არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს და უსაფრთხოებას უქმნის პრობლემებს სწორედ ის, რომ რუსეთში არ არსებობს პოლიტიკური ნება გადაიჭრას დღემდე მოუგვარებელი კონფლიქტები. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი წლის ბოლომდე განსაზღვრავს გეგმას, თუ როგორ მოხდება არსებითი პაკეტის იმპლემენტაცია. რუსული შეშფოთება გავლენას ვერც ორგანიზაციის დღის წესრიგზე მოახდენს და ვერც საქართველოს ნატოს წევრობისკენ სწრაფვის ტემპს შეაჩერებს. ასეთია ქართული მხარის პოზიცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე. ეს იქნება ორმხრივი ბაზა ნატოს და საქართველოს ერთობლივად დაფუძნებული, სადაც გაივლის წვრთნებს ნატოს ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები, საქართველოს სამხედროებთან ერთად, ასევე პარტნიორებსაც მოვიწვევთ, არა ნატოს წევრ ქვეყნებს. ამას გარდა სხვა ინიციატივებიც არის ამ ერთობლივ ნატოს საქართველოს პაკეტში, ისეთი როგორც არის სკოლის დაფუძნება, სამხედრო ინსტიტუციური მშენებლობის ნატო საქართველოსი, სადაც ასევე სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები გაევლიან მომზადებას, ასევე ლოჯისტიკური ცენტრის დაარსება. გეგმის გაკონტროლება შესრულებას თავდაცვის სამინისტროში მყოფი ნატოს სამხედრო მაღალჩინოსნების ჯგუფიც უზრუნველყოფს. ძლიერი საქართველოს რეგიონში სტაბილურობის ძლიერი კონტრიბუტორი იქნება, ამბობენ მინისტრთა კაბინეტის წევრები. სხვა ფაქტორია ბევრი, რომელიც არ ემსახურება სტაბილურობის გამტკიცებას რეგიონში და სწორედ მათი მოწესრიგებისკენ მოუწოდებთ ჩვენ ყოველ ჯერზე რუსეთს. ეს არის ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები, იქ უკონტროლო სიტუაცია და რუსეთის ჯარის დგომა ამ ტერიტორიებზე. 20 წელია საქართველოს დამოუკიდებელ წელზე მეტია, როცა როგორ ვერ მართავს დსთ-ს წევრი სახელმწიფოები თავიანთ კონფლიქტებს და გადადის შეუცვლელად სამხედრო დაპირისპირებაში და შეხედოთ ნატოში ამდენად ყველაფერი არის მართვადი და ნატოს სახელმწიფოებში ომები არ არის. სტაბილურობის გამტკიცებას
ნამდვილად შეუწყობდა ხელს საქართველოს ტერიტორიებიდან რუსული ბაზების გაყვანა, მოლდოვიდან რუსული ბაზის გაყვანა და უკრაინიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების დაუყოვნებლივ გაყვანა. აი ეს ნამდვილად შეუწყობდა და უმჯობესია ამაზე იზრუნონ რუსეთის ხელისუფლება. ის რომ რეგიონში საფრთხეს რუსეთი ქმნის, ეს არა მარტო მინისტრთა კაბინეტის ცალკეული წევრების, არამედ მთელი ხელისუფლების პოზიცია და მოსაზრებაა. დღეს ამ კუთხითაც გაკეთდა აქცენტი. ალასანიას და პეტრიაშვილი არიან მთავრობის წევრები. იმასაც გეტყვით, რომ ჩვენი ტერიტორია 20% არის ოკუპირებული და რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიცია არის ის, რომ ჩვენს ტერიტორიაზე ჩვენთან შეთანხმების გარეშე არც ერთი უცხო ქვეყნის, უცხო სახელმწიფოს სამხედრო შენაერთი არ უნდა იყოს განთავსებული და რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი საერთო პოზიცია. არ არის გამორიცხული დღეს განცხადებაში წამოჭრილ თემებზე საუბარი ლავროვის მოადგილეს სერგეი კარასინსა და პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელს შორისაც შედგეს მომავალ კვირას პრაღაში. რთული თემაა ახლა რუსეთის დარწმუნება ამაში არის ძალიან რთული, ამას ჩვენ არ მგონია რომ სწრაფად მოვახერხებთ, ამას ვერ ახერხებენ ვერც ამერიკელები, ვერც ევროპელები, ვერც სხვა ნატოს წევრი ქვეყნები. ასევე ძალიან რთული დიალოგია და რთული თემაა. არსებითი პაკეტი საქართველოს უელსის სამიძე მიიღო. ნატომ დეკლარაციაში აღნიშნა, რომ საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან მოიცავს იმ ინსტრუმენტებს, რათა გაგრძელდეს საქართველოს წინსვლა სამომავლო წევრობისკენ. მიღებული ზომები მიზნად ისახავენ გააძლიერონ საქართველოს უსაფრთხოება და თავსებადობა ალიანსთან, რომელიც დაეხმარება საქართველოს წინსვლაში ალიანსის წევრობის გზაზე. ჩვენ ამ თემაზე დღეს ექსპერტებსაც ვესაუბრეთ. ექსპერტები ამბობენ, რომ რუსულმა ქმედებებმა და რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებებმა შეარყია საფუძველი უსაფრთხოების ნორმების მთელი ევროპის მასშტაბით და საფრთხეს ევროპაში, საქართველოში, ამიერკავკასიაში ქმნის სწორედ რევანშისტული მიდგომები და არა ნატოს გაფართოება. რუსეთის ყველა ესეთი წინააღმდეგობა ნატოს ერთი მხრივ ნატოს სადმი და მეორე მხრივ ნატოს გაფართოებისადმი არის განპირობებული მხოლოდ და მხოლოდ ერთი ფაქტორით. ეს არის ის, რომ სწორედ ნატოს წევრი ქვეყნებისთვის ზეწოლის ბერკეტები მას უმცირდება. და ეს არის მისი შეწუხების საგანი. თუ რამე წარმოადგენს საფრთხეს ევროპული უსაფრთხოებისთვის, ეს არის რუსეთის სამხედრო აგრესია, რუსეთის ქმედებები, ის ქმედებები, რომელიც მან განახორციელა 2008 წელს საქართველოში, საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია მოახდინა და ის ქმედებები, რასაც ის ახორციელებს ახლა უკრაინაში. ნატოს ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით ძალზედ მნიშვნელოვანი არის, რა თქმა უნდა, დროითი ფაქტორი, რაც უფრო სწრაფად მოხდება, ბუნებრივია ეს დააჩქარებს ზოგადად ინტეგრაციის პროცესს, მაგრამ აქვე მნიშვნელოვანი არის თვითონ შინაარსობრივი დატვირთვა. ეს ცენტრი მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული საქართველოს თავდაცვის უნარიანობის ამაღლებისთვის და ჩვენი ინტერესებისთვის. ამ შემთხვევაში თავდაცვის სამინისტრო და ქართულმა მხარემ უნდა მოამზადოს ის სტრატეგიული ხედვა, თუ რა მიზნებისთვის ჭირდება ასეთი ცენტრი, რათა გადაჭრას არა მარტო ზოგადად ალიანსის ინტერესებში მდგომი უსაფრთხოების საკითხები, არამედ უშუალოდ საქართველოს უსაფრთხოების დღის წესრიგში მდგარი საკითხები და პირველ რიგში ეს არის ტერიტორიული მთლიანობის, ტერიტორიული თავდაცვის პრინციპის უზრუნველყოფა საქართველოსთვის, შეიარაღებული ძალების მომზადება და გაწვნა იმ საფრთხების გასანეიტრალებლად, რასაც რუსეთის მიმდინარე ოკუპაცია წარმოადგენს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ დღევანდელ განცხადებაში საუბარია კიდევ ერთი მიმართულებით. კერძოდ, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დელეგაციის წევრებმა ხაზი გაუსვეს, რომ ნატოს სამიძე მიღებული გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, გაიზარდა აუცილებლობა შეთანხმებისა და დოკუმენტის ხელმოწერისა, რომელიც იქნება საერთაშორისო ვალდებულება ძალის გამოუყენებლობის შესახებ და საქართველოს ეს ხელშეკრულება და დოკუმენტი უნდა გააფორმოს ამ სახელმწიფოებთან. ამ თემაზე არის საუბარი სხვადასხვა ნატოს უელსის სამიტის დეკლარაციაში, სადაც ნატო მიესალმება საქართველოს დადებულ პირობას ძალის გამოუყენებლობის შესახებ და იგივეს მოუწოდებს ამჯერად რუსეთს. დღეს ამ თემაზე გააკეთეს კომენტარები მთავრობის ხდომის დასრულების შემდეგ მინისტრთა კაბინეტის წევრებმა. საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს ორჯერ აიღო ეს ვალდებულება, ერთხელ მიხეილ სააკაშვილმა, მეორედ კი ახალი მოწვევის პარლამენტმა. ამიტომ ამ პროექტის განხილვას აზრი არ ექნება, თუ რუსეთმა არ აიღო ეს ვალდებულება საკუთარ თავზე. მადლობთ, ქეთი ქარდავა საუბრობდა პირდაპირ ეთერში.
ნატოს საწინააღმდეგო განცხადებების ფონზე მოსკოვი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში დამატებითი უფლებების მოპოვებას ცდილობს. ახლად არჩეული და მკვეთრად პრორუსული იდეოლოგიის მქონე რაულ ხაჯიმბა კრემლიდან მიღებული დაკვეთების შესრულებას იწყებს. აფხაზეთში ქართული დევნილების მიერ დატოვებული საცხოვრებელი სახლების შესაძლოა რუსეთის მოქალაქეებმა დაისაკუთრონ. ეგრეთ წოდებულ პარლამენტში უკვე გააგზავნეს დე-ფაქტო მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს რეგიონში განთავსებული უძრავი ქონების ყიდვის უფლებას ანიჭებს. თუმცა აფხაზურ საზოგადოებაში არსებული აზრთა სხვადასხვაობის გამო პროექტი შესაძლოა ჩავარდეს. აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული და ესაკუთრებიან თუ არა რუსეთის მოქალაქეები აფხაზეთში არსებულ უძრავ ქონებას. ხაჯიმბას მთავრობის კანონპროექტი უკვე შევიდა ეგრეთ წოდებულ პარლამენტში განსახილველად, რომელიც რუსებისთვის ქონებრივ შეზღუდვას აუქმებს. აფხაზეთში ჩავა ვინმე რუსი ოლიგარქი და თქვათ დაანახებს 100,000 დოლარს იმათთან დაკავშირებით, თქვა თუ ღირებულება არის პირობითად 2,000 დოლარი, შეიძლება ამან გადაიხადოს 20,000 დოლარი რაღაც მიწის ნაკვეთი თელი ზღვის პროექტის შეფლით დარჩება რუსეთს, რაც შემდგომ მიცემს უფლებას, რომ თქვას, რომ ჩემი საკუთრება უძრავი ქონების შესყიდვაზე შეზღუდვა ჯერ კიდევ ბაღაფშისა და ანქვაბის დროს მოქმედებდა, თუმცა მკვეთრად პრორუსული ორიენტაციის ხაჯიმბას მთავრობა რუსეთის მოქალაქეებს სოხუმში, გაგრაში, ბიჭვინთაში და აფხაზეთის სხვა რაიონებში საცხოვრებლის შეძენის უფლებას აძლევს. მეორად ბაზარზე უკვე ცნობილია გასაყიდად გამზადებული 1 კვადრატული მეტრის საცხოვრებელი ფართის ფასი. გაგრაში ის 80,000 რუბლს, ხოლო ბიჭვინთაში 72,000 შეადგენს. პროცესი არ არის ცალსახად საქართველოს თქვათ ასე ინტერესებს წინააღმდეგ. მრავალი ფაქტორებია, რომელიც წინააღმდეგაც მუშაობს და შეიძლება იყოს გამოყენებული ჩვენს მიერ. ამიტომ ჯობია დავაკვირდეთ და ვნახოთ საერთოდ განვითარება ვითარება. ნებისმიერ შემთხვევაში სულაც არ არის ეს აფხაზურ საზოგადოებისთვის მისასალმებელი ამბავი. იმიტომ რომ რუსეთის მოქალაქეებს მეტი შანსები ექნებათ შეიძინონ უძრავი ქონება აფხაზეთის ტერიტორიაზე და რუსეთის მოქალაქეები სხვა ეთნიკური წარმოშობის ადამიანები არიან. ბოლო წლების განმავლობაში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ ქართველების მიერ დატოვებული უძრავი ქონების ყიდვის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, თუმცა მყიდველთა შორის რუსეთის ფედერაციის გარდა სირიის მოქალაქეებიც არიან. ჯერ კიდევ 2012 წელს სოხუმის მარიონეტული ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქართველების მიერ დატოვებული სახლების სირიელ რეპატრიანტებს გულრიფშის რაიონის სოფელ მაჭარაში გადასცეს. საქართველოს მოქალაქეებისთვის იურიდიულად ამით არაფერი არ იცვლება დღეს, დე-ფაქტო არაფერი არ იცვლება, იმიტომ რომ ისინი მათი სედაც დაკარგული აქვს ეს ტერიტორიები, თუმცა ეს ბაზა ჩვენ სამინისტროში ინახება, არის აღრიცხული, ამ წუთში დაახლოებით 150,000-ზე მეტი ფაილი არის შევსებული და მათი ელექტრონულ ფორმატში გადატანა ხდება, თითოეულ მოქალაქეს ექნება თავისი საკუთრება, რომლებსაც მათ ექნებათ უფლება განკარგონ, როდესაც იქ აღდგება იურისდიქცია და იურისდიქცია საქართველოსი აუცილებლად აღდგება მის თელ ტერიტორიაზე, ამის დრო დადგება. ექსპერტების შეფასებით უძრავი ქონების გასხვისების და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეთნიკურად რუსების ჩასახლება სამომავლოდ აფხაზებს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის. ირაკლი ცქიტიშვილი დარწმუნებულია, რომ აფხაზეთში ასიმილაციის სწრაფი განვითარება მოხდება და რამდენიმე წელში ეთნიკურად აფხაზების საერთოდ არსებობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. ხდება ის, რომ რუსები შემოვლენ, აფხაზები გავლენ, აფხაზები ისედაც ცოტანი არიან და კიდევ უფრო ცოტანი გახდებიან და შესაბამისად მათი გავლენა აფხაზურ სივრცეზე, აფხაზეთზე იქნება მინიმუმამდე დაყვანილი. ხაჯიმბას მთავრობის ინიციატივის განხილვას ეგრეთ წოდებული პარლამენტი რამდენიმე დღეში დაიწყებს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტარებს შორის ამ საკითხზე ერთიანი პოზიცია არ არსებობს, შესაძლოა კანონპროექტის დამტკიცებას ხელი თავად აფხაზმა დეპუტატებმა შეუშალონ. კიდევ ერთი სიახლე დევნილებისთვის აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებული 23,000-ზე მეტი ოჯახი 200 ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებს. მითითებული თანხა ზამთრის პერიოდში გათბობისთვის არის გათვალისწინებული. დახმარებით ყველა ის ოჯახი ისარგებლებს, რომლებსაც სოციალურად დაუცველთა ბაზაში 70,000 ქულაზე ნაკლები აქვთ. გამოყოფილი თანხის დახარჯვა დევნილებს 1 ნოემბრიდან 1 მარტის ჩათვლით შეუძლიათ. ერთჯერადი დახმარების გასაცემად ბიუჯეტიდან 4,5 მილიონი ლარი უნდა გამოიყოს. 23,000-ზე მეტი ოჯახი, დევნილი ოჯახი, რომელთაც აქვს 70,000 ერთ ქულაზე ნაკლები სოციალურად დაუცველთა ბაზაში, მიიღებს ერთჯერად დახმარებას 200 ლარის რაოდენობით, უკვე დაიწყება პრაქტიკულად და 1 ნოემბრიდან 1 მარტის ჩათვლით ამ ადამიანებს შეიძლება დახარჯონ ეს თანხა დენისა და გაზის გადასახადში. ეს არის გათბობის დახმარება სახელმწიფოს მხრიდან. შარშან გაკეთდა პირველად, წელს იქნება მეორედ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არიან
სოციალურად დაუცველი. სახალხო დამცველი სასჯელ ახსრულების მინისტრს რეკომენდაციებით მიმართავს მთავარ პროკურორს კი პატიმართა მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიებას თხოვს. პატიმართა მდგომარეობა და მსჯავრდებულთა გარდაცვალების ფაქტები სახალხო დამცველის სექტემბრისთვის ბიულეტენის ერთ-ერთი მთავარი თემაა. წაგიკითხავთ ნაწყვეტს 12 გვერდიანი დოკუმენტიდან. იმის მიუხედავად, რომ ციხეებში წამების ფაქტები აღარ ხდება და სამედიცინო მომსახურება გაუმჯობესებულია, 3 დღის განმავლობაში 3 პატიმრის გარდაცვალება ადასტურებს, რომ სასჯელ ახსრულების სისტემაში პატიმართა სიცოცხლის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის კუთხით სერიოზული პრობლემებია და რომ ციხეების მართვის პრაქტიკა უნდა გადაიხედოს. სახალხო დამცველი რელიგიური და სხვა უმცირესობების დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობაზეც ამახვილებს ყურადღებას. კერძოდ, საუბარია ქობულეთში განვითარებულ მოვლენებზე. კიდევ ერთი ნაწყვეტი. როდესაც თითქმის 1 თვეა მუსლიმი თემის წარმომადგენლებს არ აძლევენ საკუთარი რწმენისა და აღმსარებლობის სწავლების საშუალებას, ხელისუფლების პირდაპირ ვალდებულებაა, რომ უფლების დარღვევის ფაქტები აღკვეთოს. ასეთია ბუკლეტის შინაარსი. განცხადების საპასუხოდ სასჯელ ახსრულების სამინისტროში ამბობენ, რომ უკვე დასრულებულია რეფორმაზე მუშაობა, რომელშიც ომბუდსმენის რეკომენდაციები იქნება გათვალისწინებული. რეფორმის პროექტს უწყება საზოგადოებას უახლოეს დღეებში გააცნობს. გარდაცვალების 3 დროში ძალიან ერთმანეთს მიყოლებული შემთხვევა, მართლაც საგანგაშოდ იქნა შეფასებული სახალხო დამცველის მიერ და ხაზგასმული, რომ აუცილებელია დამატებით ახალი სისტემის მიდგომის შემუშავება, რომ მინიმუმამდე შემცირდეს მსგავსი შემთხვევების განმეორების ალბათობა. შემოსული განცხადებების 80%-ზე მეტი შეიძლება ითქვას ეხება სწორედ ჯანდაცვის პრობლემებს. არის ასევე გადაყვანებთან დაკავშირებული საკითხები, როდესაც პატიმრებს არ განემარტებათ მიზეზები თუ რატომ ხდება მათი ერთი დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში გადაყვანა. ქობულეთში განვითარებულ მოვლენებს სახალხო დამცველის აპარატი დღემდე აპირდება და სწავლობს. მომავალ კვირაში ის კი არა დააპირებს სახალხო დამცველი სხვა თანამშრომელთა ერთად მოინახულოს ეს ადგილი, შეხვდეს მუსლიმებს, რომლებიც ვერ ახორციელებენ თავიანთ რელიგიის თავისუფლებას. ფაქტი ერთია, რომ სახელმწიფომ შეძლებს დაგვარად მთავრობამ მალე უნდა გადადგას ნაბიჯები, რომ ადამიანებს შეეძლოთ თავიანთი კონსტიტუციური უფლებებით სარგებლობა. საკადრო წმენდა პოლიტიკური ნიშნის თუ უწყების კვალიფიკაციური კადრებით შევსება თბილისის მერიას თანამშრომელთა ნაწილი უჩივის დედაქალაქის მთავრობაში დასაქმებულები უწყების ხელმძღვანელობას ზეწოლაში სდებენ ბრალს. მათი საქმეების შესწავლის შემდეგ კითხვები უჩნდებათ უფლებადამცველებსაც. თანამშრომელთა უკანონოდ გათავისუფლების ფაქტებზე საუბრობს საკრებულოს ოპოზიციაც, რომელიც კონკრეტული საქმეების გამოძიებამდე მერიაში დაგეგმილი ატესტაციის გადავადებას ითხოვს. თანამშრომელთა პრეტენზიები და მერიის პასუხი მარიამ ცარელაშვილმა მოისმინა. დედაქალაქის მერიის რამდენიმე მოქმედი თანამშრომელი უახლოეს დღეებში პროკურატურაში ჩივილს აპირებს. ისინი პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობენ, ყვებიან, რომ სამსახურის უფროსები მათ განცხადების დაწერას და თანამდებობის დატოვებას აიძულებენ. გუნდი მიდის, გუნდი მოდის და შენ უნდა დავტოვო უბრალოდ ჩვენი ერთად თანამშრომლობა არ გამოვა, რადგან შენ შეიძლება რაღაც ინფორმაციები გაიტანო. რადგან მე ვუთხარი, რომ არ იყო არგუმენტი ჩემთვის, რადგან ეგ პროფესიონალიზმს და ჩემს კომპეტენციას არანაირად არ უსვამდა ხაზს. მერის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის აპარატიდან თანამშრომელმა და ამერიკამ და მითხრა, რომ თქვენ შორის შემდგარა საუბარი ხელმძღვანელსა და შენ შორის და შენ თანახმა ხარ, გადახვიდე ერთ საფეხურით დაბალ პოზიციაზე. მე მოვერიდე სიტუაციის ესკალაციას, გამწვავებას და დაძაბულობის შექმნას. აქედან გამომდინარე დავთანხმდი ერთი პოზიციით დაბალ საფეხურზე გამეგრძელებინა მუშაობა. მერიის 4 თანამშრომელმა დახმარებისთვის არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართა. იურისტებმა საქმეების შესწავლა დაიწყეს. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ იკვეთება სავარაუდო კანონდარღვევის ნიშნები, რაზეც რეაგირება შესაბამისმა საგამოძიებო ორგანოებმა უნდა მოახდინონ. რამდენიმე მათგანმა დაწერა ვითომ საკუთარი ნებით განცხადება ჩამოქვეითებასთან დაკავშირებით. აქაც ცხადია ჩნდება კითხვები, რომ ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობს ხელმძღვანელ პოზიციაზე, რატომ უნდა გაუჩნდეს სურვილი ჩამოქვეითებასთან დაკავშირებით. ჩვენ როდესაც საუბრობთ ამ ფაქტებზე, იქ კონკრეტულად სახელი გვარები არის მითითებული, თუ ვინ ახორციელებს სავარაუდოდ ამ ზეწოლას. შესაბამისად, სამართალდამცავი ორგანოები პროკურატურა ვალდებულია უბრალოდ რომ დაიწყოს გამოძიება ამ ინფორმაციაზე. დედაქალაქის მერიაში მიმდინარე პროცესებზე გამოძიების დაწყებისკენ პროკურატურას საკრებულოს უმცირესობაც მოუწოდებს. ნაციონალური მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ მომდევნო დღეებში გავრცელდება სხვადასხვა მტკიცებულება, თუ როგორ აიძულებენ ახლად დანიშნული თანამდებობის პირები მერიის მოქმედ თანამშრომლებს განცხადებების დაწერას და სამსახურიდან წასვლას.
ძალიან საინტერესოა სანამდე იქნება საქართველოს პროკურატურა სირაკლემას პოზიციაში და არ დაიწყებს ამ ფაქტების გამოძიებას. უმცირესობა აცხადებს, რომ სანამ ფაქტები გამოძიებული არ იქნება, მანამდე ატესტაციის ჩატარება ვერ ჩაითვლება ობიექტურად. დედაქალაქის მთავრობას თანამშრომელთა ატესტაციის პროცესის გამჭვირვალედ ჩატარებისკენ მოუწოდებს არასამთავრობო სექტორიც. არასამთავრობო ორგანიზაციები მოვითხოვთ, რომ მოგცენ საშუალება დავესწროთ ატესტაციის პროცესს და განვახორციელოთ მონიტორინგი თუ რა ვითარებაში ჩაილოს ატესტაციის პროცესი. ატესტაცია ისევე როგორც კონკურსი იქნება ღია და გამჭვირვალე პროცესი, რომლის თვალყურის დევნების საშუალებაც ექნება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ნებისმიერ დაინტერესებულ ორგანიზაციას. ჩვენ ვაპირებთ, რომ კანონის სრული დაცვით ჩავატაროთ ეს ყველაფერი და მივიღოთ და დავტოვოთ ის თანამშრომლები, რომლებიც მაქსიმალურად ეფექტიანად გააკეთებენ სამუშაოს საქმეს. მერიაში ერწმუნებიან, რომ თანამშრომელთა გათავისუფლებას და მიღებაც კვალიფიკაციის შესაბამისად ხდება. ნარმანიას პირველი მოადგილე, რომელიც საატესტაციო კომისიას უხელმძღვანელებს, დღის ბოლოს არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებებსაც გამოეხმაურა. როდესაც საუბარი არის დაუსაბუთებელ ბრალდებაზე, თითქოს პოლიტიკური ნიშნით მერიაში ვედავებით თანამშრომლებს, ამ ნაწილში ვერ დავეთანხმები, ურჩევდი მეგობრებს მესამე სექტორიდან, რომ გადაამოწმონ ფაქტები და მიაწოდონ მოსახლეობას დაზუსტებული ინფორმაცია. ოფიციალური მონაცემებით 1 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე მხოლოდ თბილისის მერიიდან 155 თანამშრომელი გაათავისუფლეს. უცნობია, როგორია მონაცემები დედაქალაქის თუ რეგიონების დანარჩენ თვითმმართველ ორგანოებში. ეს ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციებმა უკვე გამოითხოვეს და უახლოეს 2 კვირაში ანგარიშის გამოქვეყნებას გეკმავენ. გაიზრდებათ თუ არა პედაგოგებს მომავალი წლიდან ხელფასი 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში მასწავლებლების, მეცნიერებისა და სახელოვნებო დაწესებულებების პროფესორთა ანაზღაურების საკითხი გათვალისწინებული არ არის. და ეს იმ ფონზე, როდესაც სამინისტროს მომდევნო წელს დაფინანსება თითქმის 75 მილიონი ლარით ეზრდება. სწორედ ხელფასებთან დაკავშირებული საკითხის გამო პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს ბიუჯეტის პირველადი ვარიანტის მიმართ შენიშვნები აქვს. ვანო კიღურაძემ დღეს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელს პრემიერის დაპირებაც კი შეახსენა. ბატონმა პრემიერმა ბრძანა, რომ მასწავლებლებს ხელფასები გაეზრდება. თავი მოვიკალი ერთი 5 ჯერ წავიკითხე, თავიდან ვკითხულობ, მე ბოლოდან უკან ბრუნდები, ხო? და ვერ ვიპოვე ესა, ხო? განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ მასწავლებელთა ხელფასების გაზრდის შესახებ ინფორმაცია 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში ვერ იპოვა, რის გამოც ფინანსთა სამინისტროს უსაყვედურა. აუცილებლად გადამუშავებულ ვარიანტში გათვალისწინებული იქნება შესაბამის თანხა, რაც მოხმარდება სწორედ მასწავლებლების ხელფასების დას, თუმცა კიდევ ერთხელ ხო არ გვეტყვით დაახლოებით რამდენი? ვერ გეუბნებით, იმიტომ რომ რესურს ვითვლით სწორად ეხლაც. მასწავლებელთა ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით გაცემულ დაპირებაზე დღეს კომენტარი პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა. ეს არის პირველი დოკუმენტი, რომელიც შეიცვლება ის პირობა, ის დანაპირები, რაც ჩვენ გვქონდა კერძოდ პედაგოგების ხელფასების გაზრდასთან დაკავშირებით, ეს რა თქმა უნდა შესრულდება 15-ში, 16-ში და 17 წლებში. კიდევ ერთი საკითხი, რაც განათლების კომიტეტის თავმჯდომარის უკმაყოფილების მიზეზი გახდა მეცნიერთა ხელფასებს უკავშირდება. სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების დაფინანსება 25 მილიონ ლარამდე იზრდება. თუმცა რა თანხა მოხმარდება აქედან მეცნიერთა შრომის ანაზღაურებას, ეს დღეს როგორც ფინანსთა, ასევე განათლების სამინისტროს წარმომადგენლისთვისაც უცნობია. თუ თქვენ ახლა იტყვით, რომ ამ 25 მილიონიდან 15 თქვათ, რაღაცა მოხმარდება კომუნალურ ხარჯებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, გამოდის რომ მეცნიერებს ხელფასები ისევ არ გაეზრდება. ზუსტად ვერ გეტყვით მეცნიერები როდიდან რა მოცულობით ხელფასს აიღებენ. პრემიერ-მინისტრთან შეიქმნება და შეიქმნა სამეცნიერო საბჭო, რომელიც განიხილავს მეცნიერების მიმართულების დაფინანსების საკითხებს. თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ შეიქმნა? დიახ, პროექტები საბოლოოდ სამეცნიერო საბჭოზე განიხილება და დადებითი განწყობილების შესაბამისად მოხდება, ასე ვთქვათ, სამეცნიერო კვლევით დაწესებულებების გაზრდილი დაფინანსებით უზრუნველყოფა. ეს, რა თქმა უნდა, შეეხება მათ სახელმწიფო განაკვეთებსაც. როგორ? რომელ საბჭოზე, არ არსებულზე? რომელიც იქნება ახლა უახლოეს მომავალში. ფინანსთა და განათლების სამინისტროების მუშაობასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს ნაციონალური მოძრაობის წევრებსაც. წინაური წლის განმავლობაში უნივერსიტეტების ბიუჯეტიდან გაქრა დაახლოებით 20 მილიონამდე თანხა. ეს არის სერიოზული პრობლემა და მე იმედი მაქვს, რომ
ჩვენი ძალისხმევითაც უღრაძეც ამაზრის არის, რომ ეს თანხები უნდა მოხმარდეს მეცნიერებას. 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველ ვარიანტში არც კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სახელოვნებო სასწავლებლების პროფესორ მასწავლებელთა ხელფასების ზრდა აგათვალისწინებული. კულტურის სამინისტრო მომდევნო წელს გამოსაყოფი 85 მილიონი ლარისათვის 10-20 მილიონის დამატებას ითხოვს, თუმცა ამ თანხით შრომის ანაზღაურების გაზრდა არ იგეგმება. იღებენ მინიმალურ ხელფასს ესენი. მილიონი თუ მოუმატებთ ჩვენ ამათ, ეს იქნება გარკვეული ამოსუნთქვის საშუალება. იმ 60 მილიონში, რომელიც ჩვენ ფინანსამინისტროში წარვადგენთ ბატონო, მათი ხელფასის მატება არც არის მოთხოვნილი. მხოლოდ კაპიტალურ დანახარჯებთან დაკავშირებითაა საუბარი. თუ კი მართლაც რექტორები არ არიან შეწუხებული, რომ პროფესორ მასწავლებლის ხელფასები გაეზარდოს, ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ თქვენ ხო უნდა გაწუხებდეთ. კარგად ვიცით, რომ 900 ლარით ოჯახს კაცი ვერ შეინახავს. ყველა გამოთქმული შენიშვნის გათვალისწინების დათქმით 2015 წლის ბიუჯეტის პროექტს საბოლოოდ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა დღეს მხარი დაუჭირა. განათლების სამინისტროსთან ერთად ბიუჯეტის გაზრდას ითხოვს თავდაცვის უწყებაც 2015 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პირველადი ვარიანტი დღეს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის აგრეთვე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხდომაზე განიხილეს. მომავალი წლისთვის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებიც ითხოვენ დამატებით დაფინანსებას. მათ თხოვნას დღის ბოლოს პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სამინისტროები ჯამში მილიარდ ლარზე მეტს ითხოვენ, რისი საშუალებაც ამ ეტაპზე არ არის. ბიუჯეტი გაიზარდა 280 მილიონით. რა თქმა უნდა, ყველა სამინისტროს ვერ გაიზრდება მათი მოთხოვნების შესაბამისად, ვინაიდან მათი მოთხოვნები იყო მილიარდ ლარზე მეტი და ბუნებრივად საქმეს არ აქვს ამის საშუალება, რომ მილიარდი ლარით დამატებით გავზრდოთ ბიუჯეტი. ჩვენ და მოვიცადოთ და ჩვენი ბიუჯეტი დავგეგმეთ პრიორიტეტების მიხედვით. ანუ მთავარი პრიორიტეტების მიხედვით ჩვენ დავგეგმეთ ეს ბიუჯეტი. კიდევ ერთხელ მინდა თქვა, რომ დაახლოებით მილიარდ 300 მილიონი ჩვენ გავზრდეთ სოციალური ასე ვთქვათ ბიუჯეტი, სოციალური ნაწილი, ჯანდაცვა, რომელიც აღმოჩნდა რომ არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი და პროგრამა მეგულისხმობს საყოველთაო დაზღვევას. შეფერხდა თუ არა ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანება კითხვას ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილის განცხადება აჩენს, რომლის მიხედვით თებერვალში დაწყებულ მოლაპარაკებებში მარტის შემდეგ პროგრესი აღარ შეინიშნება. ჯერ კიდევ თებერვალში თბილისში ვიზიტით მყოფი ევროკომისარი გაწევრიანების სავარაუდო თარიღად შემოდგომას ასახელებდა. ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში ჩვენი ქვეყნის ყოფნას ივნისში ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს. აქვს თუ არა ვადებთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია ოფიციალურ თბილისს. ვასილ ჩიქოვანი მუშაობდა თემაზე. ამ დროისთვის ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ შეთანხმება მიღწეული იქნას მომავალ 6 თვეში და საბოლოო გადაწყვეტილებას ხელი უკვე სექტემბერში მოეწეროს. ეს განცხადება ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა 20 თებერვალს გააკეთა. თითქმის 8 თვის შემდეგ საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის მოადგილი აცხადებს, რომ მოლაპარაკებებში პროგრესი უკვე 7 თვე არ ყოფილა. მოლაპარაკებები თებერვალში დაიწყო, მარტის შემდეგ პროგრესი არ ქონია. ვფიქრობ, ქართული მხარე ჯერ კიდევ ადგენს საკუთარ პოზიციას. ჩვენ რასაკვირველია ვფიქრობთ, რომ გაერთიანებაში გაწევრიანება საქართველოსთვის სასარგებლო იქნება. ახლა უკვე მთავარია საქართველოს დაუბრუნდეს ევროკომისიას საკუთარი მოსაზრებებით. საკითხზე მთავრობაში მუშაობა გრძელდება, ასეთია ოფიციალური თბილისის პოზიცია. ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრობისთვის აუცილებელია ორგანიზაციის მოთხოვნებისა და ევროსტანდარტების დაკმაყოფილება. მოლაპარაკების ერთ-ერთი მიმართულება სავარაუდოდ რეფორმების გატარებისთვის აუცილებელ ვადებს ეხება. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ჩვენს პარტნიორებთან. ჩემი აზრით უკვე დასრულების ფაზაშია მოლაპარაკებები და გადაწყვეტილება მიღებული იქნება ძალიან მალე. ამჟამად ვიმყოფებით მოლაპარაკებებში კონკრეტულ ვალდებულებებზე, თუ რა ვალდებულებები უნდა აიღოს ქვეყანამ, ანუ იქ არის რამ დირექტივები, რომელსაც ჩვენ უნდა შევუერთდეთ და შესაბამისად ამ დირექტივების განხილვის და ვალდებულებების განხილვის პროცესში ვართ. ორგანიზაციის დირექტივების დასაკმაყოფილებლად რეფორმებისა და გარკვეული კვლევების აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას ექსპერტები. მათი მოსაზრებით გაერთიანების წევრობა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ქართული კანონმდებლობა ამ მიმართულებით დახვეწას მოითხოვს. რაც შეიძლება მოკლე ვადაში უნდა დაუსახელოთ ჩვენ პერიოდები, როცა თითოეულ ამ დირექტივას განვახორციელებთ. მთავარი პრობლემა დღეს არის ეს, რომ პერიოდებზე შეთანხმება ვერ ხდება. ის რომ ჩვენ მეტი დრო გჭირდება ამის განსახორციელებლად, არის ძალიან ნორმალური და წესით ევროპელებმაც, ანუ იმ ხალხმა, რომელიც ამ საკითხზე მუშაობს, ეს ესმის, უნდა მოგცენ უფრო მეტი დრო იმისათვის, რათა ეს მოთხოვნები შევასრულოთ და ნაბიჯ და საფეხურებრივად წავიდეთ წინ.
გარკვეული საკანონმდებლო მოთხოვნების ემექსში უკვე შესწავლილი და დამუშავებული აქვთ. მარეგულირებელ კომისიაში აცხადებენ, რომ ევროპის ენერგეტიკული კავშირის წევრობა, რომელშიც ახლა საქართველო მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით არის, საკმაოდ მომგებიანია. მოხდება ბაზრების ინტეგრაცია, ენერგეტიკული ბაზრების ინტეგრაცია, მოხდება ინვესტიციების შემოსვლა, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე უმთავრესი საკითხი და ეს რა თქმა უნდა ყველაფერი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკულ სტაბილურობას. ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანება 2006 წელს შეიქმნა. მასში ევროგაერთიანების წევრ ქვეყნებთან ერთად კანდიდატი ქვეყნებიც არიან. ასოცირების ხელმოწერიდან გაერთიანებასთან მოლაპარაკებისთვის საქართველოს 2 წელი აქვს. ვალდებულებების შესასრულებლად აუცილებელი დრო კი მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდება. პრეზიდენტი ტელევიზიების საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელებსა და ჟურნალისტებს შეხვდა. გიორგი მარგველაშვილს მედიის წარმომადგენლები მედიაში არსებულ პრობლემებზე საუბრდნენ. ერთ-ერთი პრობლემაც სატელევიზიო რეიტინგების დამთვლელი კომპანიის კუთვნილების საკითხი დასახელდა. შეხვედრა ავლაბრის რეზიდენციაში გაიმართა. მიზანი ამ შეხვედრის არის გავიგე საზოგადოების შეხვედრა ეხებოდა ზოგადად მედიაში არსებულ ვითარებას. ერთ-ერთი საკითხი, რაზეც გამახვილდა ყურადღება, ეს იყო რეიტინგების დამთვრელი კომპანიის სადმინ დობის საკითხზე იყო ლაპარაკი. თუ კი რაიმე საფრთხე შეიქმნება, მას უნდა რომ მედიას, ასე ვთქვათ, მხარდაჭერა გამოუთქვას. თემა იყო პრაქტიკულად ერთი და ეს ეხებოდა მედიას, მედიის მუშაობას და მედიაში არსებულ პრობლემებს. აზრი გავცვალეთ ამ საკითხთან დაკავშირებით. ბევრი შეკითხვა იყო, ძალიან ბევრი აქტიური ჟურნალისტი იყო და აქედან გამომდინარე ინტერესმოკლებული შეხვედრა ნამდვილად არ იყო. სურსათის ეროვნული სააგენტო დღეიდან ახალი სტანდარტებით იმუშავებს. სურსათის ხარისხის შემოწმებაში სააგენტოს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ოფისი დაეხმარება. ახლად გარემონტებული შენობა დღეს პრემიერმა სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად გახსნა. ირაკლი ღარიბაშვილი ახალ ოფისში სამუშაო პროცესს გაეცნო და სააგენტოს თანამშრომლებს გაესაუბრა. მთავრობის მეთაურ სოფლის მეურნეობის მინისტრმა კონკრეტული სტატისტიკაც გააცნო, რომლის მიხედვით წელს სააგენტოს მიერ განხორციელებული აქტივობები წინა წლების მონაცემებს მკვეთრად აღემატება. გაზრდილია საწარმოების ინსპექტირებისა და აღმოჩენილი დარღვევების რაოდენობაც. საქართველოს მასშტაბით ეტაპობრივად სურსათის ეროვნული სააგენტოს 13 ახალი რეგიონული ოფისის გახსნაა დაგეგმილი. ყველა ნორმალური სახელმწიფო ზრუნავს საკუთარ მოქალაქეებზე, მოსახლეობაზე. შესაბამისად, ყველა ნორმალურ სახელმწიფოში გამართულად ფუნქციონირებს სურსათის, ასე ვთქვათ, მაკონტროლებელი ორგანო. ჩვენ შემთხვევაში ეს არის სურსათის ეროვნული სააგენტო, რომელიც თქვენ ნახეთ, რომ არის განახლებული აბსოლუტურად. ჩვენ ახალი შენობა გავხსენით, რომელიც დაფინანსდა ევროკავშირის პროგრამის მეშვეობით. ასევე სახელმწიფო მიიღო, ასე ვთქვათ, მონაწილეობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გამომდინარე, რომ ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ მოქალაქეებს. ეს არის ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება, რომელიც ჩვენმა სახელმწიფო მიკისრა ევროკავშირთან გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ. აქვე მინდა განმარტო წლების განმავლობაში. ეს სამსახური იყო ფაქტიურად უფუნქციო დარჩენილი. ინსპექტირების რაოდენობა გაათმაგებულია და ეს კიდევ დამატებითი რესურსი გავაჩინეთ იმისთვის, რომ ეს კიდევ არ იყოს საკმარისი და გვინდა გაცილებით უფრო მეტი კონტროლი იყოს. აქედან მოხდება ცენტრალიზებული მართვა, პოლიტიკის გასხმა და შესაბამისი, ესე ვთქვათ, ანგარიშგების წარმოება. თბილისის მერია ავარიული სახლების გამაგრებაზე იწყებს მუშაობას. ცნობილია, რომ სამუშაოები 7 პუნქტიანი გეგმით შესრულდება, თუმცა სამშენებლო პროექტს უკვე აკრიტიკებენ საკრებულოს ოპოზიციიდან. მერიის მიერ მომზადებული რეაბილიტაციის გეგმა 1 წელზეა გათვლილი. დროის სამონაკვეთში ავარიული შენობების მხოლოდ ნაწილი უნდა გამაგრდეს. ეს ბზარი უკვე 5 წელიწადია, რაც არის. უზნაძის ქუჩის მცხოვრები შალვა დოლიძე ამბობს, რომ მის საცხოვრებელ სახლში არსებული ბზარები დღითიდღე იზრდება. მისი არაერთი მცდელობის მიუხედავად, სახლის გამაგრება დღემდე ვერ მოხერხდა. ფუნდამენტი უნდა იყოს ამოთხრილი და სახლიდან ჩაიწყოს ფუნდამენტი და დამაგდეს სახლი. იმიტომ რომ ესეთი მდგომარეობა დაანგრევით ვერ ანგრევენ და გამაგრება მაინც გააკეთონ, რომ გამაგდეს სახლი. აი ბზარი ამდენი წელიწადი იქითაც გაიბზარა. ეს იყო გარემონტებული და სულ ნელ-ნელა ყველაფერი დაერღვა და გაფუშტა. ავარიული სახლები მოსახლეობას საფრთხეს უქმნის თევდორე მღვდლის ქუჩაზეც. ადგილობრივების განმარტებით სამუშაოები დაიწყო, მაგრამ გაურკვეველი ვადით შეჩერდა. 5 თვე გაჩერებული ვართ, ვეუბნებიან ხვალ-ძეგ, არაფერი არ კეთდება. აი დავიღალეთ, რამდენი ხანი უნდა ვიყოთ ასე. დედაქალაქის მერია ავარიული სახლების გამაგრებას აპირებს, როგორც კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი აცხადებს, წინა ხელისუფლების დროს გამოცხადებული 12 ტენდერიდან ახალ ადმინისტრაციას 9-ის გაუქმება მოუწია. დედაქალაქის მერიამ შემსრულებელ კომპანიებს კომპეტენცია და ნაკისრი ვალდებულებები დაუწუნა. კეთილმოწყობის სამსახურმა შეიმუშავა 7 პუნქტიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც სამუშაოების ხარისხს და ეფექტიანობას დაარეგულირებს. პროექტები შეიცავდა ხარვეზებს. 2015 წლისათვის მოხდება საბოლოო დასრულება.
აქ არის საკითხი ესე, ასე ვთქვათ, წელს ჩვენ აუცილებლად ვიწყებთ დაახლოებით ოქტომბრის ბოლომდე ყველა ტენდერი იქნება უკვე ატვირთული. ჩვენ არ გაგვიუქმებია არც ერთი კორპუსის გამაგრებით სამუშაოები, უბრალოდ დავხვეწეთ, როგორ უნდა გავაკეთოთ ის. გამაგრებითი სამუშაოების ინიციატორებს არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებენ ნაციონალურ მოძრაობაში. უმცირესობის აზრით სამუშაოების შესრულება ოპერატიულად უნდა მოხდეს. ბატონი სუდაძე რო იყოს ჩახედული ამ სფეროში, უფრო სხვა საკითხებზეც ისაუბრებდა. აქ არის მთელი რიგი საკითხები, რომელიც მას არ ესმის, ან ალბათ არ უნდა დაინახოს. მათ მიერ გამოცხადებული ტენდერების უმრავლესობა არის ჩაშლილი. ნებისმიერ ჩემს მიერ გამოცხადებულ ტენდერზე, ჩავარდნილზეც და არა ჩავარდნილზეც შემიძლია დოკუმენტალური საბუთი მივაწოდო ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს. საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ პრობლემა ბევრად უფრო მასშტაბურია და ურთიერთდაპირისპირების ნაცვლად საჭიროა გონივრული პოლიტიკა. მისი თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს მრავალბინიანი კორპუსების გარდა ძველი თბილისის ისტორიულ უბნებში მდებარე საცხოვრებელი სახლებიც საჭიროებენ. ძალიან ბევრი სახლი არის ავარიული, მაგალითად ძველ თბილისში 14000 სახლი არის სულ. და ამის 14000-ზე რეაბილიტაციას და გამაგრებას საჭიროებს. თუმცა ამ შემთხვევაში საუბარია მრავალსადარბაზოიან სახლებზე, რომლებიც ასევე კატასტროფულ მდგომარეობაშია. ამიტომ ცოტა უფრო ოპერატიულად უნდა იმუშაოს კეთილმოწყობის სამსახურმა. მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ინფორმაციით დედაქალაქის მასშტაბით ავარიულ მდგომარეობაში 3500 საცხოვრებელი კორპუსია. მათი განმარტებით უახლოეს დღეებში დაიწყება 8 ავარიული სახლის გამაგრება, ხოლო მომდევნო კვირიდან 13 კორპუსში ჩასატარებელი სამუშაოებისთვის ტენდერები გამოცხადდება. დედაქალაქის მთავრობაში პრობლემის სრულად მოგვარებას მომდევნო წლისთვის ვარაუდობენ. ავარიული სახლების პრობლემა დგას კარალეთში 2008 წლის ომის შემდგომ დევნილი ოჯახებისთვის აშენებული კოტეჯების სასწრაფო გამაგრებას საჭიროებს. დაბზარულია კედლები და მძიმე მდგომარეობაში ეატაკი, რის გამოც ზოგიერთმა ოჯახმა ბავშვებით დასახლებას გაარიდა. იძულებით გადაადგილებულთა ნაწილი საცხოვრებელი სახლების გამაგრებას საკუთარი ძალებით ცდილობს. ისეთ მდგომარეობა არის, რომ შეუძლებელია ჩვენ სახლში ცხოვრება. იულია ბერიაშვილი უკვე მეორე წელია ამ ორ ოთახში ვეღარ შედის. კოტეჯში იატაკი ჩავარდნილია, ნესტისგან კი კედლები მთლიანად დაბზარულია. რთული საცხოვრებელი პირობების გამო ოჯახმა მცირეწლოვანი ბავშვები ნათესავებთან გადაიყვანეს. აი ოთახებში ვეღარ შევდივარ, რაც წავიქეცი და ფეხი ვიტკინე მასაკეთი და შვილიშვილებიც აღარავინ გაჭერდა აქ. ვეღარავინ მოდის სხვაგან არიან ბაბუებთან. არაფერი გამაგრება არ აქვს და მაშინ ვეზანზარებ და პოლები რო შემოედით სუსველი იყო. კარალეთის დასახლებაში რთულ პირობებში ათობით ოჯახი ცხოვრობს. ჩამწრეული იატაკის გამო კოტეჯებში მღნელები და მწერები გაჩნდნენ. ადგილობრივებს უკვე მათთან გამკლავებაც უჭირთ. ცოტნიაშვილების სახლის საყრდენის გამაგრება საკუთარი ძალებით სცადეს, თუმცა უშედეგოდ. ისინი დახმარებას ხელისუფლებას თხოვენ. ნესტის ჭიები, ეს ადგილი ყოფილა ნესტიანი, ჭაობიანი და რადგანაც რა ვიცი, მე სისველეში ააშენეს და ჩამოგვასახლეს ასე, აჰა, ჩვენმა კოტეჯმა ესეთი ფორმა მიიღო და მარტო ჩვენი არა. ეს არის დროის ფაქტორი. თანდათან ალბათ ყველასი ესე იქნება. ერედვიდან დევნილები კარალეთის ჩასახლებაში 2008 წლის ომის შემდეგ გადმოვიდნენ. ადგილობრივები ყვებიან, რომ სინესტის გამო საცხოვრებელი კოტეჯები ზამთარს ვეღარ გაუძლებს. მათი თქმით, სახლები დევნილი მოსახლეობისთვის ჭაობიან ადგილას ზამთარში აშენდა. ჭაობიანში ჩვენ რო შემოგვდანით და სუნთლად სველი ფიცარიები. წყალი ჩამოდიოდა კედლებზე. აი ეგეთი აშენებულები ხალხი დავამტყობ. ზამთრის დადგომასთან ერთად დევნილი მოსახლეობის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად გაზის გადასახადი რჩება. ოჯახების დიდ ნაწილს გასული ზამთრის დავალიანებაც არ აქვს დაფარული. 500 ლარია დავალიანება. 500 ლარი ახლა ყველა დამწვარზე უნდა დაემატოს 15 ლარი. და ახლა ზამთრის პირობებში რომ დაიწვას 200 ლარი, კიდე 15 დაემატოს ყოველ წლები, ეს უკვე დიდი თანხაა ჩვენთვის. უმშევარი ხალხი არიან, რითი უნდა გადაიხადო. თუ იატაკები არ გაკეთდა და ეს სინესტე ცოტა არ შემცირდა, არანაირი გათბობა არ უშველის არაფერს. კარალეთის დევნილთა დასახლების გარდა იატაკების სხვა ჩასახლებებშიც დაზიანდა. იძულებით გადაადგილებული პირები ამ პრობლემის მოგვარებას უკვე რამდენიმე თვეა ითხოვენ. დევნილთა სამინისტრო შიდა ქართლის რეგიონალურ განყოფილებაში აცხადებენ, რომ პრობლემას ქურთისა და ერედვის მუნიციპალიტეტები მოაგვარებდნენ. თუმცა კონკრეტულ თარიღს, როდის დაიწყება სამუშაოები, ვერ ასახელებენ. ტენდერები გამოცხადებულია, კომისია მუშაობს, შეისწავლიან ადგილზე ამ იატაკების მდგომარეობას და მოხდება ეტაპობრივად მათი გამოცვლა, იმიტომ რომ ერთდროულად ეს საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და არ შეუძლია ამ მუნიციპალიტეტებს ფისი გაკეთება და თანდათანობით ეტაპობრივად, რომელიც ყველაზე რთული მდგომარეობა დაიწყება იქიდან.
კარალეთის დევნილთა ჩასახლებაში სულ 480 კოტეჯია. მოსახლეობის ნაწილმა იატაკები კოტეჯებში საკუთარი ძალით გაამაგრა. მათ კი ვინც ეს ვერ შეძლო მოცდა მანამდე მოუწევთ, ვიდრე ადგილობრივი ხელისუფლება შესაბამის თანხებს გამოძებნის. მოასწრებენ თუ არა დევნილები თბილად გამოზამთრებას, ეს ჯერჯერობით უცნობია. დარახდება ქვეყნის ფარგლებს გარეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში ებოლას ვირუსით დაავადებული ერიკ დუნკანი გარდაიცვალა. ის დიაგნოზის დასმიდან მერვე დღეს დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით დუნკანი ვირუსით აფრიკაში დაინფიცირდა. შტატებში უკვე გაამკაცრეს უსაფრთხოების ნორმები. აეროპორტებში ყველა მგზავრს ვირუსზე ამოწმებენ. სახელმწიფო მდივანი კი საერთაშორისო საზოგადოებას ვირუსთან ბრძოლის გააქტიურებისკენ მოუწოდებს. ნიუ-იორკის საავადმყოფოების პერსონალი კი პაციენტების მისაღებად მზადყოფნას გამოთქვამს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ებოლას ვირუსი დაუდგინდა ავსტრალიის მოქალაქესაც, რომელიც სიერა-ლეონედან დაბრუნდა. ის ადგილზე მეტად მუშაობდა. რამდენიმე საათის წინ ასევე გავრცელდა ცნობა, რომ ვირუსით დაინფიცირებული ესპანელი მედას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მას იმ სასულიერო პირთან ჰქონდა კონტაქტი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ებოლათი გარდაიცვალა. 8 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა და 9 დაიჭრა დონეცკში მიმდინარე შეტაკებების შედეგად. უკრაინსკაია პრავდა ცნობით სეპარატისტებმა დონეცკის რკინიგზის სადგურს ცეცხლი გაუხსნეს. უკრაინის სამხედრო პოლიტიკური კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის მონაცემებით მებრძოლები დონეცკის აეროპორტის შტურმით აღებასაც შეეცადნენ, თუმცა უკრაინელმა სამხედროებმა შეტევა მოიგერიეს. დიმიტრი ტუმჩუკის თქმით, გასული დღეღამის განმავლობაში სეპარატისტებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 30 ჯერ დაარღვიეს. 43 ადამიანი დაიღუპა და 10 მძიმე დაშავდა იემენში მომხდარი აფეთქების შედეგად. დაღუპულებს შორის რამდენიმე ბავშვია. ქვეყნის დედაქალაქის ცენტრში თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი. ტერაქტი კი მას შემდეგ მოხდა, რაც მებრძოლებმა ალტაჰირის მოედანზე იერიში მიიტანეს. მითითებულ ადგილზე ხუთის ტომის შიიტების ამბოხებულთა დემონსტრაცია მიმდინარეობდა. მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ მებრძოლებმა ქვეყნის გარდამავალი დედაქალაქის სანათავისი კონტროლის ქვეშ გამოაცხადეს. ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის მფლობელი ფრანგი მწერალი პატრიკ მოდიანოა ნობელის კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მწერალს აკადემიის პრიზი მეხსიერების ხელოვნებისთვის გადაეცა, რომლის დახმარებით მან ყველაზე მიუწვდომელი ადამიანური ბედის წერა აღწერა და ოკუპაციის ცხოვრებისეული სამყარო აღმოაჩინა. პატრიკ მოდიანოს ნაწარმოებების დიდი ნაწილი მის ცხოვრებასა და საფრანგეთში მეორე მსოფლიო ომის დროს ოკუპაციის პერიოდში განვითარებულ მოვლენებს ეხება. ფრანგი მწერალი ფულადი ჯილდოს სახით 10 მილიონ შვედურ კრონს მიიღებს. ნობელის პრემიის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია დეკემბერში სტოკჰოლმში გაიმართება. ხვალ კი ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში უნდა გამოვლინდეს. 2013 წელს ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში კანადელ მწერალ ელის მანდროს გადაეცა. და ახლა სპორტის ახალი ამბები. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 11 ოქტომბერს შოტლანდიას უნდა დაუპირისპირდეს. თემურ ქეცბაიას გუნდი ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე შეხვედრისთვის გლაზგოში მეოთხე დღე აემზადება. მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი მის ყოფილ გუნდ დანდიში მიიწვიეს. 12 წლის შემდეგ პირველად თემურ ქეცბაია საფეხბურთო კლუბ დანდის სტადიონზე დაბრუნდა. დენს პარკზე ქართველი მწვრთნელი ამჯერად როგორც საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი მივიდა. თემურ ქეცბაიას კარიერაში ერთადერთი შოტლანდიური კლუბიდან სპეციალური წერილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დაახლოებით 3 კვირის წინ მიიღო. საგანგებო გზავნილში 3 ქართული გვარი იყო ნახსენები. სწორედ ის მოთამაშეები, რომლებსაც დანდის მაისურით უთამაშიათ. მათ შორის გიორგი ნემსაძე, ზურა ხიზანიშვილი და თემურ ქეცბაია. ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დანდიში 2001-2002 წლის სეზონში ითამაშა. დანდის მაისურით ქართულმა მწვრთნელმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღო. შოტლანდიაში ჩატარებული ერთი სეზონი ქართულმა ფეხბურთელმა 6 ნომრიანი მაისურით ითამაშა. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ დანდის დღეს თემურ ქეცბაია ესტუმრა. მან ჩვენი კლუბისთვის ბოლოს 2002 წელს ითამაშა, მაგრამ მისი თამაში დღესაც ყველას კარგად ახსოვს. ის კარგი ფეხბურთელი იყო. დღეს სიმბოლური საჩუქარიც გადავეცით როგორც გამორჩეულ ფეხბურთელს, რომელიც მას ჯერ კიდევ 12 წლის წინ ეკუთვნოდა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებს სეზონის მეორე ოფიციალურ მატჩამდე თითქმის 48 საათი აშორებს. შოტლანდიაში ეროვნულმა ნაკრებმა პირველი 3 ვარჯიში სენტ მირენის სტადიონზე ჩაატარა. ბოლო ვარჯიშებისგან განსხვავებით საწვრთნელ პროცესში პირველად ჩაერთო გენკის ქართველი ლეგიონერი თორნიკე ოქრიაშვილი, რომელმაც ტრავმის გამო ბელგიის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩთან ერთად ნაკრების ვარჯიშებიც გამოტოვა. მედიკოსთა გადაწყვეტილებით არ უვარჯიშია ჯანო ანანიძეს, თუმცა მას დღევანდელ ვარჯიშზე ელოდებიან. კარგია რომ ყველა ბიჭები საქარიან. კარგად ემზადებიან, სერიოზულად ემზადებიან და ძნელი თამაში მოგვიწევს. ისე ძნელი ადვილი თამაში არავის არ ქონია ჩვენ. და ვეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ
კარგი შედეგით დავამთავროთ ეს თამაში. პირველი ოფიციალური თამაშისთვის გიორგი ჭანტურია მზადებას დღეს დაიწყებს. კლუჟის ქართველი ფეხბურთელი თემურ ქეცბაიამ იძულებითი ცვლილებების შემდეგ შოტლანდიურ შეკრებაზე გამოიძახა. ამ დროისთვის ეროვნულ ნაკრებში 23 ფეხბურთელი ვარჯიშობს. ტრამვების გამო ალყავს ამდენი ფეხბურთელი, მაგრამ ჩემი აზრით ნაკრები მზად არის როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურადაც და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სასურველ შედეგს მივაღწევთ. მატჩის წინა ბოლო ვარჯიშს საქართველოს ნაკრები აიბროქსის სტადიონზე 10 ოქტომბერს ჩაატარებს და მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხებს. ქართველი ფეხბურთელების მონაწილეობით სეზონის მეორე ოფიციალური შეხვედრა გლაზგოში შაბათს თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება. საქართველოს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი სტუმრობს თომას ბახი თბილისში საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. დაგეგმილია შეხვედრები პრეზიდენტთან, ასევე პრემიერ-მინისტრთან. დღის ბოლოს კი შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის იუბილისადმი მიძღვნილი გალა კონცერტი უნდა ჩატარდეს. ხვალ საღამოს პირდაპირ ტრანსლაციას, რომელიც ხვალ გაიმართება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ. ბადონი ბახი არის ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი და საპატიო სტუმარი. ფაქტობრივად სპორტში არის ნომერ პირველი ფიგურა მსოფლიო სპორტში. მან პატივი დაგვდოდა ჩვენს იუბილეზე საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის 25 წლის იუბილეზე ჩამობრძანდა. ის უკვე ჩაერთვება ყველა პროგრამაში, რომელიც ჩვენ დღეს და ხვალ გვაქვს დაგეგმილი. აწყურის ციხე-საფრთხეშია ჩამოშლილია ძეგლის ფასადური ნაწილის დაახლოებით 14 მეტრიანი მონაკვეთი დაზიანდა ციხესთან მისასვლელი საავტომობილო გზაც. ადგილზე უკვე მობილიზებულია სამაშველო ჯგუფი, რომელიც ნგრევის მასშტაბებს იკვლევს და სახიფათო მონაკვეთებს ეცნობა. სავარაუდოდ სწორედ ამის შემდეგ უნდა დაიგეგმოს სარეაბილიტაციო სამუშაოები. მანამდე კი ტურისტებისთვის ციხის დათვალიერება დროებით აიკრძალება. აწყურის ციხესთან მაშველები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. გზის ჩამოტანილი ნაშალისგან გასუფთავების გარდა ისინი განსაკუთრებით საშიში მონაკვეთების შემოსაზღვრას და მოსახლეობის გაფრთხილებას ცდილობენ. საავტომობილო გზაზე, რომელიც ციხის ჩამონგრევის შედეგად გადაიკეტა, ახლა მოძრაობა აღდგენილია. იყო ძლიერი ხმა, უცბად ვერ მოვედი აზრზე რა მდგომარეობა იყო. ნახევარი რომ ციხე იყო დანგრეული, ჩამოშლილი იყო მტკვრის მხარეს მთლიანად სიგრძეზე და ჩამოშლილი იყო გზაზე. აწყურის ციხე ახლა ასე გამოიყურება. ძეგლის ჩრდილოეთის კედელმა ძლიერ წვიმას ვერ გაუძლო. ციხის ფასადური ნაწილის დაახლოებით 4 მეტრიანი მონაკვეთი თითქმის მთლიანად ჩამოშლილია. არსებობს დარჩენილი ნაწილის ჩამონგრევის საფრთხეც. ადგილობრივები შიშობენ, რომ განმეორებით ნგრევას შესაძლოა სავალალო შედეგები მოყვეს. აქ ბავშვები დადიან, სკოლაში დადიან, ბაღში დადიან და უკვე გვეშინია ჩვენ მშობლებს, რომ ბავშვები მარტო გაუშვათ სასწავლებელში. არ შეიძლება უკვე. ტრანსპორტის მოძრაობა ხდება, მოხუცეები მოძრაობენ. და ამიტომ დიდი თხოვნა იქნება ჩვენგან, როგორც თემის წარმომადგენელი, საკრებულოს წარმომადგენელი, დროზე მივაქციოთ ყურადღება ამ დიდ უბედურებას. აწყურის ციხე ერთ-ერთი უძველესი ძეგლია. ისტორიულ წყაროებში ის მე-11 საუკუნიდან გვხვდება. ციხე-სიმაგრე მრღვევა რამდენიმე წლის წინ დაიწყო, 2009 წელს კი ერთი მხარე მთლიანად ჩამოიშალა. სპეციალისტები შიშობენ, რომ გამაგრების გარეშე ნაგებობა ზამთრის უამინდობას ვერ გაუძლებს. ძირითადი ნაწილი წოროს ჩათulis უნდა მოინგრეს, ეს მშრალი დუღაბი გაიწმინდოს და ხელახლა აღდგეს კედელი აშენდეს აქ. სხვანაირად არ გაკეთება. იმიტომ რომ ეს იმდენად არის, რომ ეხლა რო ააშენონ, მოგვიანებით ის აშენებული დარჩება და ეს ძველი ისევ დაინგრევა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ციხეზე არსებული მდგომარეობა უკვე შეისწავლეს. მათი განცხადებით, ნგრევის მასშტაბებისა და სახიფათო მონაკვეთების შესახებ საბოლოო მონაცემების მიღების შემდეგ შესაბამისი ღონისძიებები დაიგეგმება. რამდენიმე დღეში ჩვენ ეს მონაცემი უკვე საბოლოო თავის ხარდაღრიცხვით გვექნება უკვე მზად და ყოველი ამის შემდგომ უკვე განსაზღვროთ შემდგომ ეტაპებს და შემდგომ ნაბიჯებს, რათა დროულად მოხდეს იმ ავარიული მონაკვეთების შეჩერება და გამაგრება და უკვე ადრე გაზაფხულზე დაწყება იმ სამუშაოებისა, რათა დროულად მოხდეს სწორედ აწყურის ციხის გადარჩენა და მისი გამაგრება. სააგენტოს ინფორმაციით ხვალიდან აწყურის ციხეზე სპეციალური ლენტი და წარწერები განთავსდება. ტურისტების ასვლა აქ გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებამდე აიკრძალება. პირველი არხის ტელეპროექტი ჩემი წიგნი გადამწყვეტ ფაზაშია. ფინალში გასული 15 წლიდან მაყურებელმა საუკეთესო უნდა გამოავლინოს. მანამდე კი გამომცემლობებს საკუთარი წიგნის მხარდაჭერის მიზნით PR აქციებში მონაწილეობის მიღება მოუწევთ. ირაკლი ჩარკვიანის მშვიდი ცურვა ერთ-ერთია იმ წიგნებს შორის, რომელიც ფინალურ ეტაპზე გავიდა. ჩარკვიანების ოჯახი დღეს გამომცემლობა ინტელექტის წარმომადგენლებთან ერთად პირველ კლასიკურ გიმნაზიას ესტუმრა და წიგნის შესახებ მოსწავლეებს ესაუბრა.
ირაკლი ჩარკვიანის წიგნს „მშვიდი ცურვა“ გელა ჩარკვიანის წელიწადში ორჯერ კითხულობს. ირაკლის დაბადების და გარდაცვალების დღეს. ავტობიოგრაფიული რომანი ცნობიერების ნაკადია, თუმცა რეალური ამოფრქვევებით. თუ კი ამ წიგნს ხელოვნება შევადარებთ, აუცილებლად გაგვახსენდება პოპ-არტის ნიმუში, როცა ფერწერულ ტილოზე ყველაფერი დახატულია. ნახატზე მიკრული ერთი კოლოფი სიგარეტის გარდა. საუბედუროთ ეს მხოლოდ პირველი ნაწილია იმ ტრილოგიისა, რომელიც დაწერასაც აპირებდა ირაკლი. და თავად ირაკლი ვერ მოესწროს პრეზენტაციას. შვიდი ცურვა ფინალში გასული ერთ-ერთი წიგნია. პირველი არხის პროექტისა ჩემი წიგნი. ახლა ვართ აი ამ ფინალურ ყველაზე საინტერესო ეტაპზე. გვაქვს 15 ლიტერატურული ნაწარმოები, რომელიც ქართველმა მკითხველმა აირჩია. გვყავს 15 საინტერესო წარმდგენი, რომელიც იცავს ამ ლიტერატურის, ამ წიგნის უფლებებს ჩემი წიგნის პროექტის ფარგლებში. ეს არის ჩემი კლასი და იმ სკოლაში გადაღებული, სადაც ახლა მივდივარ. სკოლაში, სადაც გელა ჩარკვიანი სწავლობდა, ირაკლი ჩარკვიანის მამა გაორმაგებული მღელვარებით საუბრობს, თუ როგორია მშვიდი ცურვა. თქოს გესაუბრება ირაკლი ჩარკვიანი. ეს არის აქცია მხარდასაჭერი ირაკლი ჩარკვიანის წიგნისა, რომელიც ჩემი წიგნის თქვენი პროექტის ფინალისტია 15 საუკეთესოში გავიდა. მსგავსი შეხვედრება გაგრძელდება იქნება უფროს კლასელებთან. იმდენად საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის ეს წიგნი, რომ ერთ ღამეში წავიკითხე და დარწმუნებული ვარ, ყველა ვინც წაიკითხავს დარჩება ჩემნაირად ნასიამოვნები. მათვისაც ჯერ კიდევ არ წაუკითხავს. სწორედ ქეთათოსგან გაიგებენ, თუ როგორ ჩაიკარგა დროში და სივრცეში გაგარინის თაობა. კოსმოსში გაფრენის წელიწადს დაბადებულებიდან დღეს ცოცხალი ძალიან ცოტაა. ირაკლის თაობას ის ადამიანები ქმნიდნენ, ვინც ორი სისტემის წყალგამყოფზე მომწიფდა. თავისუფლების ჰანგები ესმოდათ, მაგრამ ჯერ ვერ ხედავდნენ. ირაკლი სულ ჭირდებოდა ხელოვნებაში თავშესაფარი და მაშინ მიმართავდა ხოლმე ამ თავის კომპიუტერს გახსნიდა ესე იგი მშვიდი ცურვა ეწერა და იწყებდა წერას. მალე გაირკვევა თუ რომელი წიგნი დაიმსახურებს ხალხის ყველაზე მეტ ხმას. მას კი ვისაც უნდა მშვიდი ცურვა საუკეთესო გახდეს, პირველი არხის მარათონში მოუწევს ჩაპმა კვირას საღამოს 9 საათზე. და გამოშვების ბოლოს ძველი თბილისის უნიკალური კადრები თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმის საკუთრება, გოლოვინის პროსპექტისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის ვიდეო ქრონიკა და 1914 წელს მეფის რუსეთის დროს ნიკოლოზ მეორის თბილისში სტუმრობისას გადაღებული მასალა. უნიკალური კადრები, რომლებიც თბილისის მკვლევარებისთვის დღემდე უცნობი იყო, მაშინდელ თბილისსა და იმ შენობებს აცოცხლებს, რომლებიც დღეს აღარ არსებობს. ნახეთ ლიზა ციციშვილის სიუჟეტი. აი ეს უყურე, აი ეს ბაბუაჩემის სვიცა. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში სავარაუდოდ 1914 წელს გადაღებული ძველი თბილისის ვიდეო კადრებში არჩილ გელოვანმა საკუთარი დიდი ბაბუის ბიძა კონსტანტინე გელოვანი იპოვა, რომელიც მაშინ საიმპერატორო ჯარში მსახურობდა. რუსეთის სახელმწიფო არქივში, სამხედრო ისტორიულ მუზეუმში და რუსეთის სახელმწიფო კინოფონდში დაცული კადრები ხელოვნების სასახლეს პირველი მსოფლიო ომისადმი მიძღვნილი გამოფენისათვის გადაეცა. ვაიენაისტარიშკი მუზეი, რასაც ქვია რუსეთში, იქიდან წამოვიღე ვიდეო მასალა და ერთ მასალაში აღმოჩნდა, რომ იქ იყო ჩემი დიდი ბაბუის ბიძა. ეს არის მე-13 ლიბერიონის პოლკი, რომელიც მანგლისში იყო. ნაჩვენები არის მაშინდელი გოლოვინის გამზირი და კადრებში კარგად ჩანს ის შენობები, რომლებიც დღეს არ არის. ეს არის სასტუმრო სევერნი ნომერა, ეს არის ჰაუპტვახტი და სომხური ეკლესია ქამუან საყდარი. ასევე კადრებში კარგად ჩანს ახლანდელი თავისუფლების მოედნის ტერიტორია, რომელიც გადაღებული არის მაშინ იქ მოედნის ცენტრში მდგომი თამამშევის ქარვასლა თეატრიდან. თბილისის 1918 წლამდე გადაღებულ ვიდეო კადრებს შორის ეს უნიკალური მასალა სავარაუდოდ ყველაზე ადრეული პერიოდისაა. რუსთაველის ყოფილი გოლოვინის პროსპექტის ძველი შენობებისა და განაშენიანების შესახებ ამ კადრებით ზუსტი სურათის აღდგენა ხდება შესაძლებელი. სულ რამოდენიმე ტიპის კადრს ვიცნობთ, აი რაღაცა და ნუ ეს იმითი ამისთოლოვანი, რომ ძალიან დინამიური კადრია, ნუ ჩანს კამერის მოძრაობა, ჩანს ხალხის მოძრაობა,
ჩანს ისეთი შენობები, რომლებიც აი დღეს დაუშვათ აღარ არის და მივტირით იმ შენობებს. როგორც ამქრის ყოფილი უსტაბაშისთვის ყველა სასიამოვნო იყო ამქრის უსტაბაშების სრულობის ხილვა. დოკუმენტური კადრები არ მინახავს არასდროს როგორ მოდიოდნენ ამქრები თავისი დროშებით, ანუ ფირებით. საზეიმო სრულობის დროს ასეთი კადრები არ მინახავს. ძალიან კაი კადრია, რომ ხეებით პატარაა, დაბალია და ძალიან კარგად ჩანს მთელი სივრცე. კვლევართა აზრით, ვიდეო ქრონიკაში ნიკოლოზ მეორის თბილისის სტუმრობის დროს გამართული სამხედრო აღლუმი ან სამხედრო წვნებია გადაღებული. ბევრი საინტერესო რამ არის აქ ასახული, სწორედ ამიტომ ვთხოვეთ, რომ თბილისის კვლევარებს, წამყვან ექსპერტებს მოსულიყვენ და ენახათ ეს კადრები, შეეფასებინათ მათი ისტორიული მნიშვნელობა, თუმცა ერთ რამეს ვიტყვით, ჩემთვის როგორც ადამიანისათვის ეს არის ძალიან საინტერესო კადრები, იმიტომ რომ გვაჩვენებს თბილისს, რომელიც აღარ არსებობს. არჩილ გელოვანის პირად კოლექციაში დაცული ეს კადრები ამერიდან კინოსა და თეატრის მუზეუმის საკუთრებაა და იმ პერიოდის თბილისის საცოცხლებს, რომლის შესახებ აქამდე მხოლოდ ფოტოებით გვქონდა წარმოდგენა. ის იყო ბოლო ინფორმაცია ამ დროისთვის, მოამბე 20 საათზე დასრულებულია, მე ხვალამდე გემშვიდობებით.